უკრაინა ევროკავშირისგან 90 მილიარდ ევროს მიიღებს ბრიუსელში 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროპული გაერთიანების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს თანხა კიევს მომდევნო 2 წლის განმავლობაში გარანტირებულად გადაეცემა. ეს უპროცენტო კრედიტი იქნება, რომელსაც უკრაინა გადაიხდის კრემლისგან კომპენსაციის მიღების შემთხვევაში. 200 მილიარდი ევროს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კი შეთანხმება ვერ შედგა. თუმცა ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინისათვის მაინც ცუდი ამბით დასრულდა. აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი უკრაინას ომის რეპარაციებს არ გადაუხდის. თამარ ჭავჭავაძე დაძაბული მოლაპარაკებების დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. დიახ, ლუკა, ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების შესახებ გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც პლატფორმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის პარტნიორებს და წერს, რომ ევროპა და უკრაინა ერთად იცავენ კონტინენტის მომავალს. ფინანსური დახმარების გზებზე ლიდერები თითქმის 16 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, მოლაპარაკებები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ უკრაინა 90 მილიარდს მომდევნო 2 წლისთვის მიიღებს საბაზრო კაპიტალიდან ევროკავშირის ბიუჯეტის მხარდაჭერით. ლიდერებმა რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის ფინანსური საჭიროებებისთვის გადაიფიქრეს, თუმცა სესხს უკრაინა მხოლოდ მაშინ დაფარავს, როდესაც რუსეთი მას რეპარაციებს გადაუხდის. რუსული აქტივები კი მანამდე გაყინული იქნება. მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინა სესხს დაფარავს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებს რეპარაციებს. მანამდე რუსეთის აქტივები გაყინული დარჩება. ევროკავშირი იტოვებს უფლებას დააფინანსოს სესხი. ეს გამოსავალი მოვძებნეთ ერთობლივად და განვიხილავდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. 2027 წლის შემდეგ უკრაინის ფინანსური დახმარება იქნება ევროკავშირის შემდეგი ბიუჯეტის განხილვების საგანი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და შევასრულეთ. ოქტომბერში გადავწყვეტეთ, რომ ევროკავშირი დაფარავს უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს 2026-27 წლებისთვის. გასულ კვირას კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთი ვერ მიიღებს თავის აქტივებს, სანამ მოსკოვი აგრესიას არ დაასრულებს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება გადავცეთ უკრაინას 90 მილიარდი ევრო მომდევნო 2 წლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საგანგებოა, უზრუნველყოფთ სესხს, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება მხარდაჭერილი. უკრაინა ამ სესხს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაფარავს, როდესაც რუსეთი მას კომპენსაციას გადაუხდის. რუსული აქტივების გამოყენების იდეას არ ეთანხმებოდა ბელგია, რომელიც სანაცვლოდ რისკების დაზღვევას მოითხოვდა. ამ გარანტიების დაკმაყოფილებას კი რამდენიმე წევრი ქვეყანა არ დაეთანხმა. ამიტომ ევროპის ლიდერებმა რუსული აქტივების გამოყენებაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპამ ქაოსი თავიდან აიცილა. Supporting Ukraine is not charity. უკრაინის ფინანსური დახმარება არ არის ქველმოქმედება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც შეგვიძლია ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში. დებატები არ ყოფილა იმაზე, უნდა დავეხმაროთ თუ არა უკრაინას. ერთადერთი შეკითხვა იყო, როგორ გაგვეკეთებინა. კაფეოთ ვიტყვი რა იდგა სასწორზე. დღეს რომ ევროკავშირი შეთანხმებისთვის არ მიეღწია, იქნებოდა მარცხი უკრაინისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სასტიკი ომი. დემოკრატიული ქვეყანა იბრძვის გადასარჩენად და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დგას საფრთხის წინაშე. დღეს რომ ბრიუსელი დაყოფილი დაგვეტოვებინა, ევროპა დაშორდებოდა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ეს იქნებოდა სრული კატასტროფა და გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ევროპას არაფრის შესრულება არ შეუძლია, რაც ასევე იქნებოდა სტრატეგიული კატასტროფა. დღეს მოლაპარაკებების ოთახი ყველამ გამარჯვებულებმა დავტოვეთ. გამარჯვებულია უკრაინაც, ის მიიღებს საიმედო დაფინანსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში. გაყინული აქტივები იქნება დაბლოკილი და საბოლოოდ იქნება გამოყენებული იმ ზიანისთვის, რომელიც რუსეთმა მიაყენა უკრაინას. არავის არ სურს ევროპაში, რომ ეს თანხა რუსეთს დაუბრუნდეს. გამარჯვებულია ევროპა, რადგან თავიდან ავიცილეთ ქაოსი, დაყოფა. ევროპა რჩება ერთიანი და ერთიანობა დღეს ნიშნავს, რომ ევროპა არის რელევანტური გეოპოლიტიკურ მაგიდასთან. ფრაგმენტაცია იქნებოდა სისუსტე და გაგვანადგურებდა. ჩვენ დავიცავით ევროპის ეკონომიკური და ფინანსური სანდოობა. განადგურების შემთხვევაში მისი აღდგენა რთულია. დღევანდელი გადაწყვეტილება იცავს ევროპულ ინსტიტუციებს, ბაზრებს და ევროს და ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუ გვინდა ევროპა მომავალში შეძლოს პრიორიტეტების დაფინანსება. უკრაინისთვის თანხა ხელმისაწვდომი იქნება ყველაზე გვიან იანვრის მეორე ნახევარში. გაყინული რუსული აქტივები დაბლოკილი დარჩება იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინა სესხს დაფარავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი რეპარაციებს გადაუხდის და ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, თუ რუსეთი რეპარაციებს არ გადაუხდის უკრაინას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად გამოვიყენებთ რუსეთის აქტივებს კრედიტის დასაფარად. დღეს ჩვენ ტესტი ჩავაბარეთ, ჩვენს წინაშე იდგა საკითხი.
მეკითხი, ნამდვილად გვესმოდა თუ არა გეოპოლიტიკური გამოწვევები. ვხედავდით თუ არა ახალი მსოფლიოს წესრიგის ამ ახალ გამოწვევებს და შეგვიძლია თუ არა მათთან გამკლავება. პასუხი ცალსახად დადებითი იყო. ევროპამ გაიგო ეს გზავნილი და შედეგი აჩვენა. ჩვენ მტკიცედ ვუპირისპირდებით ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის უდიდეს საფრთხეს, რუსეთის აგრესიას. ეს დიდი ხანია გასცდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. უკრაინის დაფინანსება ახლა გარანტირებულია რამდენიმე წლით. ეს მოიცავს 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხს. ამ სესხის დაფარვა უკრაინას მოუწევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს რუსეთისგან რეპარაციებს. 90 მილიარდი აღებული იქნება საბაზრო კაპიტალიდან და უკრაინა მას იღებს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება. ახლა ჩვენ მივმართავთ გამოცდილ ევროპულ ინსტრუმენტებს და შეგვიძლია დაუყოვნებლივ დავეხმაროთ უკრაინას შემდგომი შეფერხებების გარეშე. გაყინული რუსული აქტივების ერთადერთი ალტერნატივა ევროკავშირის საერთო თანხების გამოყენება იყო. ამას სჭირდებოდა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისაღები აღმოჩნდა მისი მოწინააღმდეგებისთვის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის. გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ლიდერთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შეთანხმება ამ სამი ქვეყნის ფინანსურ ვალდებულებებზე გავლენას არ მოახდენს.